An unidentified man has shot his wife and 16-year-old son to death. Get out of the way, come on, get out of the way. There's a backup here. And there has been no official statement by the police as to what is happening. NASA climate scientists are warning about the potential resurgence of so-called zombie viruses. All people are urged to stay in their homes and lock their doors. Hold him down! We don't know. Is that... The Last of Us-მა, თამაშმაც და სერიალმაც ბევრ ჩვენგანს დაანახა ზომბი აპოკალიფსის შემზარავად რეალისტური ვერსია. მაგრამ რამდენად რეალურია ეს? შეგვიძლია მართლა გავხდეთ სოკოს მარიონეტები? ეს კითხვა რო დასვათ, უმრავლესობა დაგცინებთ. ზოგი ისეც კითხვით აჯობებთ და საერთოდ არ გეკითხათ. ცხადი არც ერთ მათგანს არ უნდა მოусმინოთ, რადგან სერიოზულად ამ თემაზე თითქმის არავინ საუბრობს. მაგრამ არ გეგონოთ, რომ ზომბების საკითხი სრულიად უყურადღებოდ დარჩა. წიგნები, სადიპლომოები, დისერტაციები უწყვეტად იწერება ამ თემაზე, მაგრამ რატომ უთმობენ სტუდენტები და პროფესორები დროს ზომბების განხილვას, როცა ისინი აშკარად არ არსებობენ? აი ზუსტად აქ ცდებით, ზომბები არსებობენ და ისინი ჩვენს გვერდით იმალებიან. გაეთრია აქედან. ხდება. კარგი, დავუბრუნდეთ თემას. რეალურად რა იცით ზომბებზე? ისინი საფლავებიდან ამოდიან? ადამიანების ტვინებს ჭამენ? გიჟები ვიდარბიან? დავიწყეთ ეს და ყველაფერი სხვა რაც აქამდე გსმენიათ, რადგან რეალობა ბევრად საინტერესოა. მოკალადით სავარძელში, გაიგეთეთ პოპკორნი, აიდუღეთ ჩაი და მოემზადეთ. ამ ვიდეოში თქვენ გაიგებთ. სად იმალებიან ნამდვილი ზომბები? რა იწინასწარმეტყველეს შუმერებმა? რატომ უნდა ურთხოვდეთ ცეკვის ეპიდემიას? რას უპირებს ამერიკას ზომბი ქათმებს? როგორ აჩენს სოკო გეიციკადებს და რა ქვია პარაზიტ, რომელმაც სოფლიო დაიპყრო. სანამ თანამედროვე მეცნიერების ლაბირინთებში დავიკარგებით და ვნახავთ რა შეიძლება გახდეს აპოკალიფსის მიზეზი, მოდი დროში ვიმოგზაუროთ და გავცეთ პასუხი კითხვას საერთოდ საიდან გაჩნდა ეს სიტყვა ზომბი. ყველაფერი იწყება ჰაიტიზე, ვუდუს კულტურაში. სწორედ აქედან მოდის ყველასთვის კარგად ნაცნობი სიტყვა ზომბი. მაგრამ დაივიწყეთ აგრესიული ტვინის ჭამელი ურჩხულები. ჰაიტური ზომბი არის ადამიანი, რომელიც ჯადოქარმა ბოკორმა ვუდუს მაგიით ან სპეციალური შხამით მოკლა და შემდეგ გააცოცხლა როგორც უნებისყოფო მონა. ის არის სხეულის სულის გარეშე, ცოცხალი გვამი, რომელიც თავისი ბატონის ყველა ბრძანებას ასრულებს. საშიშია? კი, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია ზომბებზე ფიქრისას. მაგრამ არ გეგონოთ, რომ მკვდრების გაცოცხლების მხოლოდ ჰაიტიზე ეშინოდათ. ზომბი შიში მიუხედავად იმისა, ადრე რას ეძახდნენ მოსიარულე მკვდრებს, უძველესი დროიდან მოდის. მეცაც გეტყვით. პირველი პოემა კაცობრიობის ისტორიაში დაწერილი 3000 წლის წინ გილგამეშიანი აგვიწერს ზომბი აპოკალიფს, რომელიც დღესაც შიშის ზარს წემს მთელ სოფლიოს. და ამბობს ქალღმერთი იშთარი, შევანგრევ ქვესკნელის კარიბჭეს და გამოუშვებ მკვდრებს და მკვდრები შეჭამენ ცოცხლებს, მკვდრები ცოცხლებზე მეტნი იქნებიან. ნაცნობად ხომ არ ჟღერს, აი ეს უკვე ის ზომბებია, ყველამ რომ კარგად ვიცით. არა მარტო შუმერები ფიქრობდნენ ზომბებზე. ავიღოთ სკანდინავიური მითოლოგია. იქ ხვდებიან დრაუგრები, გაცოცხლებული გვამები, რომლებიც თავიანთ სამარხებს იცავენ. რაგნაროკის ანუ სამყაროს აღსასრულის დროს კი ბრძოლის ველზე მოდის გემი, სახელად ნაგლფარი, რომელიც მთლიანად მიცვალებულების ფრჩხილებისგან არის აგებული და სავსეა მკვდრების არმიით, რომელმაც მთელი სამყარო უნდა გაანადგუროს. მართლაც რომ ამას ქვია, რა ბიჭო, ნამდვილი ზომბი აპოკალიფსი. ეს ყველაფერი კი ძალიან საინტერესოა, მაგრამ ერთ პრობლემას ვაწყდებით. როგორც შეამჩნევთ, არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი არ გავს ზომბს, რომელიც დღეს ფილმებში მუდამ ხდება და რომელიც ასე ძლიერ ჩაიბეჭდა ჩვენს გონებაში. მას საიდან მოდის ეს თანამედროვე ზომბი? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია.
1968 წელი. ჯორჯ რომერო. ამ კაცმა და მისმა დაბალბიუჯეტიანმა შავ-თეთრმა ფილმმა ცოცხალი მკვდრების ღამე ერთიანად გადახაზა ვუდუს მაგიაც, მითოლოგიური არმიებიც და შექმნა მონსტრი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ყველაფერი. რომერომ ზომბს წაართვა ბატონი, აღარ არსებობენ ჯადოქრები. არსებობს მხოლოდ საფლავიდან ამდგარი გვამი, რომელსაც ერთადერთი პირველყოფილი ინსტინქტი ამოძრავებს, შეჭამოს ცოცხალი ადამიანის ხორცი. ხედავთ? გენიალურია. არა მონა, არამედ პანდემია. არა შელოცვა, არამედ ვირუსით გავრცელებით საშიშროება. აღარანაირი ვუდუან ფრანკენშტეინი ჩვენს წინაშეა მოსიარულე ვირუსი, რომელიც კაცობრიობას გაანადგურებს. სწორედ ამ ერთმა დეტალმა, გადამდებმა ნაკბენმა აქცია ზომბი აპოკალიფსის ჟანრი ისეთად, როგორიც ის დღეს ჩვენ ვიცით. რომერომ ზომბიზე ბუნებრივი წყევლიდან აპოკალიფსის ბიოლოგიურ კატალიზატორად აქცია და ზომბი აპოკალიფსის შიში ჩაუნერგა მსოფლიოს. შიში, რომელმაც მე დღეს აქ მომიყვანა. კარგი, გასაგებია ვინ არიან ზომბები და საიდან მოდიან, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ფიქციაა. მოდი დავუბრუნდეთ თავარ კითხვას. შესაძლებელია რეალურად ზომბი აპოკალიფსი? წინასწარ დაგასპოილერებთ და გეტყვით, რომ კი, ზომბი აპოკალიფსი იმაზე ბევრად რეალურია, ვიდრე შეიძლება გეგონოთ. თუმცა თავიდანვე უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ზომბები, რომელზეც წეღან ვისაუბრეთ, არ არსებობენ, რაც არ უნდა იყოს ზომბიც ადამიანია. რა უყოთ რომ შავი ვარ, დავწვარი ვარ მზისაგან, მეც ხომ ადამიანი ვარ, გაჩენილი ხოთისაგან. მან იყო, ხოლო ადამიანებს თუნდაც ზომბებს რომ იცოცხლონ სჭირდებათ ყველა ორგანო და მათი გამართულად მუშაობა. ასევე ზომბებს ვერ ექნებათ რაიმე განსაკუთრებული სუპერძალები. აი, ტვინს კი ჭამენ, თუმცა ისე არა როგორც ფილმებიდან გამომდინარე შეიძლება გეგონოთ. თუმცა ვიდეოს ყურების პროცესში მიხვდებით, რომ ზომბისგან ადამიანის ტვინის ჭამა ყველაზე პატარა პრობლემაა, რაზეც უნდა ვიდარდოთ. მაშ რა არის უფრო სადარდებელი? რა შეიძლება გახდეს აპოკალიფსის მთავარი მიზეზი? მოდი ვნახოთ. ცოფის ვირუსზე ყველას გვსმენია და ვიცით, რომ ადამიანი ინფიცირდება, როდესაც კონტაქტი აქვს ცოფით დაავადებულ ცხოველთან. რა იგულისხმება კონტაქტში? ბევრი რამ. ნაკბენი, ნაკაწრი, ნებისმიერი მცირე ჭრილობაც კი ცოფის გადადებას იწვევს და რაც ყველაზე შემზარავია, ცოფის ლეტალურობა 100%-იანია. როგორც კი ცოფის ვირუსი ორგანიზმში გააქტიურდება, იმ მომენტიდან ადამიანი განწირულია მტკივნეული სიკვდილისთვის. ხო, ნამდვილად საშინელი დაავადებაა, მაგრამ შენ ახლა გაგიჩნდება ლოგიკური კითხვა. რა შუაშია ეს ყველაფერი ზომბი აპოკალიფსთან? ნუ ღელა, მაქამდეც მივალთ. ცოფის ვირუსით ადამიანები 1000 წლეულების მანძილზე ინფიცირდებოდნენ. პირველი წერილობის ჩანწერი ბაბილონში, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 2300 წელს გაკეთდა. მაშინ კანონიც კი ყოფილა, რომლის მიხედვით თუ შენი ძაღლი ვინმეს ცოფს გადასცემდა, ჯარიმას გადაგახტევინებდნენ. წარმოიდგინეთ ადამიანები როგორი შეშინებულები იქნებოდნენ, მაგრამ კვლავ რა შუაშია ზომბები აქ? იმაში, რომ ცოფით ინფიცირებულ ადამიანს დაზომბებულად მოიხსენიებენ. რატომ? იქნებ იმიტომ, რომ ცოფით დაავადებული ადამიანი ხდება ჰიპერაქტიური, ახსნებული, აქვს ჰიდროფობია და აეროფობია. ამას ემატება ენცეფალიტი, ეცვლება ხასიათი, უცნაურ ხმებს გამოსცემს, ნერწყვი მოსდის, ემართება დამბლა, გულისრევა, ხებინება, ცალადობს, ეწყება ჰალუცინაციები და კიდევ სხვა საშინელი ნერვოლოგიური ნიშნები. აი ახლა ხო ხვდებით ზომბირებულს რატომ ეძახიან, მაგრამ მარტო სიმპტომების გამო არ არის ცოფის ვირუსი ძალიან საშიში. ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის პრობლემის მასშტაბი. ცოფისგან ყოველწლიურად 55,000-მდე ადამიანი მხოლოდ აფრიკასა და აზიაში იღუპება. სხვა ქვეყნებში კი ეს ციფრი 30,000-მდეა. სამწუხაროდ 3 მილიარდზე მეტი ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშაა 100-ზე მეტ ქვეყანაში. კი,
წარმოუდგენელი ციფრებია. მართალია განვითარებულ ქვეყნებში ცოფის კონტროლი საკმაოდ წარმატებულია, მაგრამ სოფლიოს ბევრ ნაწილში ძაღლებში ცოფის გავრცელება ისევ უკონტროლოა, რაც ადამიანების დაინფიცირების ძალიან მაღალ რისკს ქმნის. რაც შეეხება ინკუბაციის პერიოდს, ის სხვადასხვა სახეობაში და თითოეულ ადამიანში განსხვავებულია და შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე კვირიდან რამოდენიმე თვემდე. მოდი გავცეთ პასუხი მთავარ კითხვას. უნდა გვეშინოდეს თუ არა ცოფის ვირუსის გავრცელება ერთ დღეს ზომბი აპოკალიფსში გადაიზრდება? არა. პირველ რიგში ცოფი 1000 წრეულებია რაც არსებობს და კარგად არის შესწავლილი. ჩვენ ვიცით როგორ ვრცელდება, რა სიმპტომები აქვს და რაც მთავარია, როგორ ავიცილოთ თავიდან. ვაქცინა უკვე არსებობს და ძალიან ეფექტურია. განვითარებულ ქვეყნებში სწორედ ვაქცინაციის დამსახურება რომ ცოფი თითქმის აღარ გვხვდება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ცოფი ძირითადად კბენით გადადის. იმისთვის რომ მასობრივად გავრცელდეს ზომბი აპოკალიფსის სტილში, ვირუსი გაცილებით მარტივად უნდა ვრცელდებოდეს, მაგალითად ჰაერწვეთოვანი გზით. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა რომ ცოფის ვირუსმა გლობალური კატასტროფა და ზომბი აპოკალიფსი გამოიწვიოს. ქათმების აჯანყება? ეს საიდან მოხდა? გამახსენდა. 1945 წელს ამერიკელმა ფერმერმა თავი მოკვეთა მის ქათამს, სახელად მაიკს. მაგრამ მაიკი გადარჩა და მან თავის გარშე კიდევ 18 თვე იცოცხლა. დღეს სავარაუდოდ ყველაზე ცნობილი ქათამიც გია. უთავო ქათამი ნამდვილად. მაგრამ ეს რა შუაშია კაცო? უთავო ქათმები ზომბი აპოკალიფსს ვერ მოაწყობენ. მაშინ ქათმები თუ არა ეგებს ზომბი აპოკალიფსის მიზეზი გახდეს? ცეკვა? გაგიგვირდება და ეს უბრალო ხუმრობა არა. 1518 წელს მოხდა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ამოუხსნელი მოვლენა. ერთ ჩვეულებრივ დღეს სტრასბურგის ქუჩაში უბრალო ქალი, ტროფეა, მის შვილთან ერთად გამოვიდა და უმიზეზოდ ცეკვა დაიწყო. თავიდან ეს უბრალო ხუმრობას გავდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, მეტი და მეტი ადამიანი ჩერდებოდა მათთან და ცეკვას იწყებდა. გადიოდა საათები, დღეები, მაგრამ ზომბირებული მოცეკვავები არ ჩერდებოდნენ, ხოლო იდუმალი სიმპტომით შეპყრობილი ადამიანის რაოდენობა 400-მდე გაიზარდა. უაზრო ცეკვა კვირების მანძილზე გრძელდებოდა, საჭმლის, სასმლის და ყველაფრის გარეშე. სტრასბურგელები ცეკვავდნენ გულის წასვლამდე და ზოგჯერ სიკვდილამდეც კი. ეს ამბავი ისე დაიწყო და დასრულდა, რომ ვერავინ გაიგო რა იდუმალ მოვლენასთან ჰქონდათ საქმე. რას ფიქრობთ, უნდა გვეშინოდეს ზომბი მოცეკვავების, რომლებიც მათ ახლოს ყოფებსაც ამ იდუმალი ვირუსით იპყრობენ? მგონია რომ არა. ამ მოვლენის სიზუსტე ისედაც საეჭვოა და რაც გითხარით, ერთადერთი დაფიქსირებული ინციდენტია ისტორიაში და ბოლოს და ბოლოს რა მოცეკვავე ზომბები მართლა ფილმში ხო არ ცხოვრობთ? კაი, შევეშვათ უცნაურ ისტორიებს და განვიხილოთ რეალურად როგორ განვითარდება მოვლენები ზომბი აპოკალიფსის შემთხვევაში. ზუსტად არავინ იცის რა მოხდება მსოფლიოში ამ დროს, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ. ფილმებში და სერიალებში სულ იმას გვაჩვენებენ, რომ ზომბებთან ომი წლები გრძელდება. კაცობრიობა იბრძვის, იმალება, ქალაქებს აშენებს, მაგრამ აი მოულოდნელი სიმართლე. ჭკვიანმა ხალხმა ალბათ ზედმეტად ბევრი თავისუფალი დრო რომ ჰქონდა, ეს ყველაფერი მათემატიკურად გამოთვალა და სულ სხვა შედეგამდე მივიდა. მათი გამოთვლებით ზომბი აპოკალიფსი დიდხანს არ გაგრძელდება, არ იქნება წლობით გადარჩენისთვის ბრძოლა როგორც მოსიარულე მკვდრებში. ყველაფერი ძალიან სწრაფად დამთავრდება, ან ჩვენ ვიმარჯვებთ, ან ისინი. წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი უბრალო მათემატიკაა, ბრუტალური ანგარიში. ჩვენ ვკლავთ მათ, ან ისინი ვკლავენ ჩვენ. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ კაცობრიობის გადასარჩენად ჩვენი ზომბების მოკლის კოეფიციენტი ბევრად მაღლა უნდა იყოს მათი დაინფიცირების კოეფიციენტზე. კონკრეტულად რომ ვთქვათ, ყოველი შეხვედრისას ჩვენი შანსი რომ ზომბი გავანადგუროთ 68%-ზე მეტი უნდა იყოს. ამავდროულად ზომბის შანსი რომ დაგვაინფიციროს 33%-ზე დაბლა უნდა დარჩეს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ მათზე ორჯერ უფრო ეფექტური მკვლელები უნდა ვიყოთ. თუ ამას ვახერხებთ, აპოკალიფსი რამოდენიმე დღეში ჩვენი გამარჯვებით სრულდება. აი თუ ვერა, კაცობრიობა გადაშენების პირას აღმოჩნდება ისე სწრაფად, რომ სერიალი დაწყებასაც კი ვერ მოასწრებს, ისე დამთავრდება. თუმცა მათემატიკას თავი რომ დავანებოთ, რას უნდა ვალდოთ ზომბი აპოკალიფსისას. მოდი ყველაზე ნაცნობი სცენარი ავიღოთ, სადაც ვირუსი კბენით გადადის. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს, სად იქნება პირველი ვირუსის კერა.
თუ ეს ჩინეთში ან ინდოეთში იყო, მაშინ მისი შეჩერება ფაქტიურად შეუძლებელი გახდება. ძალიან მალე მოედება მთელ სოფლიოს ყველაზე მიუვალ წერტილებშიც კი. იმის იმედი, რომ მთავრობა ან ჯარი ამ ვირუსს შეაჩერებს, თითქმის ნულის ტოლია. გაგიკვირდება და არის ერთი ქვეყანა, რომელსაც ამ შესაძლო პრობლემაზე უკვე აქვს ნაფიქრი. და ვინ იქნება ეს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები. ეს ხუმრობა არ გეგონოთ. ისინი არათუ ზომბებისთვის, არამედ თითქმის ყველაფრისთვის მომზადებულები არიან. აი მაგალითად ცივი ომის დროს 1985 წელს აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანსა და საბჭოთა პრეზიდენტ მიხაილ გორბაჩოვს შორის ჟენევის სამიტზე შედგა მნიშვნელოვანი საუბარი, სადაც ისინი შეთანხმდნენ, რომ უცხოპლანეტელების შემოსევის შემთხვევაში უთანხმოებებს გვერდზე გადადებდნენ და გააერთიანებდნენ თავიანთ სამხედრო ძალებს. ამერიკის შეერთებული შტატების სატყოფნა ზომბებთან საბრძოლველად მრავლის მომცველია. დაიწყოთ სამოქალაქო თავდაცვით. 2011 წელს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ანუ ქვეყნის ყველაზე სერიოზულმა სამედიცინო ორგანომ გამოუშვა კომიქსი. ამ კომიქსში დეტალურად არის აღწერილი, როგორ უნდა გადარჩეს ზომბი აპოკალიფსის დროს. მიზანი კი კომიქსის გამოშვების შემდეგ ლოზუნგში იმალება. თუ მზად ხარ ზომბი აპოკალიფსისთვის, მზად ხარ ნებისმიერი კატასტროფისთვის. როგორც ხედავთ, ერთგვარი ინფორმაციული და სახალისო გზა იყო ეს ხალხის მოსამზადებლად დიდი საფრთხისთვის. მაგრამ ეს მხოლოდ სამოქალაქო მომზადებაა. სამხედრო დონეზე ყველაფერი ბევრად უფრო სერიოზულადაა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა მოამზადა ზომბებთან საბრძოლო ცელი გეგმა სახელად კონოპ 4-რუიანი. ის ამერიკელმა სამხედროებმა მოიგონეს ზომბებისგან თავდაცვისთვის, როგორც საწვრთნელი ინსტრუმენტი. გეგმა ასახავს სტრატეგიებს სხვადასხვა ტიპის ზომბებისთვის: პათოგენური, რადიაციული, ბოროტი მაგიის ზომბები, რომლებიც უკვე განვიხილეთ, კოსმოსური ზომბები და ქათმი ზომბებისთვისაც კი. იგი შეიქმნა 2011 წლის აპრილში შეერთებული შტატების სტრატეგიული სარდლობის USS Stratcom-ის მიერ. უფრო დეტალურად რო გავყვეთ, კომპლან 4-რუიანი არის 31 გვერდიანი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ასახავს ყოვლის მომცველ მიდგომას ზომბი აპოკალიფსისგან თავდაცვისთვის. გეგმა დაყოფილია 6 ოპერაციულ ფაზად: ფორმირება, შეკავება, ინიციატივის ხელშეაღება, დომინირება, სტაბილიზაცია და სამოქალაქო ხელისუფლების აღდგენა. ნამდვილად როკსტარული გეგმა. თუმცა რა თქმა უნდა, ისიც ჩავარდნისთვისაა განცირული და ამის თავარი მიზეზი ისევ ჩვენ, ადამიანები ვიქნებით. ვირუსის გავრცელებისას ყველაზე მეტი ადამიანი ხალხრაულობაში დაიხოცება უჰაერობისგან ან გაჭყლეტვისგან. უბრალოდ წარმოიდგინეთ პანიკის დონე. ამ ყველაფერს ზომბების ჩართულობის გარეშეც მოახერხებთ. ამას დაემატება ავარიები, პროდუქტების გამო ერთმანეთის ხოცვა, ყაჩაღობა, მასობრივი ძალადობა და ასე შემდეგ. მოკლედ, ზომბები მოკლავენ ჯერ თუ თავად ამოწყვიტავთ ერთმანეთს, საკითხავია. სოკოები, რა ვიცით მათზე? ის რომ ბევრ მათგანს თქვენი მოკლა შეუძლია. ზოგ შეუძლია თქვენში ძლიერი ჰალუცინაციები გამოიწვიოს, ხოლო ზოგიერთი უბრალოდ გემრიელია. მაგრამ Last of Us-ი თუ ნანახი გაქვთ, მიხვდებით, რომ აღწერა ამით არ შემოიფარგლება. სოკოები დედამიწაზე ჯერ კიდევ მილიარდი წლის წინ გამოჩნდნენ. მაშინ როცა პირველყოფილი ადამიანები ჩანასახშიც არ იყვნენ. ეს თავისთავად შეიძლება არც არაფერს გეუნებოდეთ, მაგრამ აბა რა სიტყვით, როცა გაიგებთ, რომ სოკოები მცენარეების სულაც არ არიან. ისინი გენეტიკურად ადამიანებთან და ცხოველებთან ბევრად ახლოს არიან, ვიდრე ნებისმიერ ხილთან ან ბოსტნეულთან, რომელიც ხელში გჭერიათ. სოკოებს არც მეტი, არც ნაკლები თავიანთი ენაც კი აქვთ, რომელშიც მეცნიერების აზრით 50 სიტყვა შედის. და ამ ენაზე ისინი სპორების საშუალებით საუბრობენ. მათ ფესვები არ აქვთ. ისინი სწორედ სპორებს იდგავენ მიწაში და მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად ეს ფესვებს მოგაგონებ, რეალურად ბევრად კომპლექსურ სისტემასთან გვაქვს საქმე. სოკოები სპორებს იყენებენ არა მარტო საკონტაქტოდ, არამედ საკვების მოსაძებნად, ახალი საცხოვრებლის საპონელად და უბრალოდ გამრავლებისთვისაც კი. მაგალითად, სპორების გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი შემთხვევა 2010 წელს იაპონელმა მეცნიერებმა დააფიქსირეს. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი. აიღეს ლორწოვანი სოკო და მოათავსეს პეტრის თეფშზე, სადაც შვრიის ფანტელები ტოკიოსა და მისი შემოგარენის ქალაქების მდებარეობის მიხედვით დაალაგეს. და რას ფიქრობთ, რა მოხდა? სოკომ გაშალა თავისი ქსელი და შექმნა მარშრუტები, რომელიც თითქმის იდენტური იყო ტოკიოს მეტროს რეალურ რუკასთან. არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ ეფექტურობით, ხარჯების დაზოგვით და დაზიანებებისადმი გამძლეობითაც კი. წარმოგიდგენიათ? სოკომ ინჟინერებისა და ურბანული დაგეგმარების გარეშე შექმნა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სატრანსპორტო სისტემა. ამ ყველაფრის მერე შეიძლება ეჭვიც გაგიჩნდეს. არის რო ადამიანი დედამიწაზე ყველაზე ჭკვიანი არსება? სოკოებს სპორების გაშვება თითქმის ულიმიტოდ შეუძლიათ. დედამიწაზე ყველაზე დიდი არსება ზუსტადაც რომ სოკოა.
ამ სურათს კარგად დააკვირდით. ეს გიგანტური ნიმუში მეცნიერების ჯგუფმა აღმოაჩინა მანხერის ეროვნული ტყის ტერიტორიაზე, როდესაც ისინი სოკოების გავრცელებას იკვლევდნენ. მათ მიერ აღებული დნმ-ის ნიმუშებმა აჩვენა, რომ ყველა ეს სოკო ერთიმთლიანი ორგანიზმის ნაწილი იყო. ყველა შეგროვებულ ნიმუშს იდენტური გენეტიკური კოდი ჰქონდა. ეს ნიშნავს, რომ მათ თვალწინ არეალზე გაფანტული ერთი გიგანტური სოკო წარმოდგა. ანუ Armillaria solidipes ერთ ინდივიდად ითვლება. გუნდის შეფასებით, ეს 10 კვადრატული კილომეტრის ფართობის გიგანტი დაახლოებით 2400 წლისაა. თუმცა შესაძლოა ის 8000 წლისაც იყოს. გასაოცარი ასევე, რომ სოკოებს აქვთ ადაპტაციის საოცარი უნარი. ისინი ისედაც თითქმის ყველგან კარგად გრძნობენ თავს. როგორც ასეთი, სოკოებს ზედმეტად მშრალი, მზიანი და ქარიანი ადგილები არ უყვართ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ იქ ცხოვრება არ შეუძლიათ. იქნება ეს ტოტალური ყინვა როგორც ანტარქტიდაზე, თუ ძლიერი რადიაციული გამოსხივება. მაგრამ ანტარქტიკული და რადიოაქტიული სოკო კიდე არაფერია, რადგან სოკოები თავად კოსმოსში, ხომალზეც აღმოაჩინეს. გეცოდინებათ, რომ კოსმოსში არაფერია, უბრალო ვაკუუმი, არც ატმოსფერო, არც ჟანგბადი, სრული სიცარიელე. ნებისმიერი ცოცხალი არსება ერთი წამითაც კი რომ აღმოჩნდეს, იქ გაანალიზებას ვერ მოასწრებს, ისე მოკვდება, მაგრამ არა სოკო. მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევები NASA და ESA-ს დახმარებით და აღმოაჩინეს, რომ სოკოების სპორების კოსმოსში გაგზავნის შემდეგ, ანუ ატმოსფეროს გარეშე, მაღალი რადიაციის პირობებში არა მარტო გადარჩა, არამედ ისეთი დოზის რადიაციული გამოსხივებას გაუძლო, რომელიც ნებისმიერ ადამიანს წამებში გაანადგურებდა. ხოლო როცა დედამიწაზე დააბრუნეს, ისე გააგრძელას და თითქოს არც არაფერი მომხდარა. დაიაქმნით ვართ ყველაზე გასაოცარ და ამავდროულად პარადოქსულ ფაქტთან. იმის ფონზე, რომ სოკოები ჩვენს გარშემო ყველგანაა, ისინი ბიოლოგიური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გამოკვლეული ნაწილია. ჩვენ მათზე ალბათ იმაზე ნაკლები ვიცით, ვიდრე სხვა პლანეტების შესახებ, რომლებზეც ჯერ ნამყოფებიც კი არ ვართ. მეცნიერები თვლიან, რომ სწორედ სოკოებში შეიძლება იმალებოდეს გასაღები ისეთი გლობალური პრობლემების გადასაჭრელად, როგორებიცაა პლასმასის დაბინძურება. დიახ, არსებობს სოკოები, რომლებიც პლასმაშლიან. ან თუნდაც ახალი თაობის ანტიბიოტიკებისა და მედიკამენტების შექმნა. სწორედ სოკოს დახმარებით შეიქმნა პირველი ანტიბიოტიკი მსოფლიოში, პენიცილინი. ექიმები სოკოს პოტენციალს კიბოს დამარცხებაშიც კი ხედავენ, ასე რომ სოკოებს შესაძლოა მართლაც ეჭიროთ კაცობრიობის მომავლის გასაღები. იქნება ეს ჩვენი გადარჩენა თუ განადგურება, ხოლო ის რაც The Last of Us-ის სერიალში ვნახეთ, უბრალო ფანტაზია არ გეგონოთ. ამ კოშმარული სცენარის უკან რეალური ორგანიზმი იმალება. სოკო კორდიცეპსი და იმისთვის რომ სრულიად გავიაზროთ ის რამდენად შემზარავია, მოდი წარმოვიდგინოთ. წარმოიდგინეთ რომ ჭიანჭველა ხართ. თქვენ ცხოვრობთ და მუშაობთ უზარმაზარ კოლონიაში. გაქვთ თქვენი მიზანი. თუ საფრთხეს იგრძნობთ, სხვა ჭიანჭველებთან ერთად დგებით და მტერს ერთად უმკლავდებით. თქვენ ერთი დიდი ორგანიზმის ნაწილი ხართ. მაგრამ ჰაერში რაღაც უხილავი დაფრინავს. კორდიცეპსის მიკროსკოპული სპორები და თქვენ ის უიღბლო ჭიანჭველა აღმოჩნდით, რომლის სხეულშიც ერთ-ერთმა ასეთმა სპორამ შეაღწია. თავიდან ვერაფერს გრძნობთ. რამოდენიმე დღე გადის, თქვენ კი ჩვეულებრივად აგრძელებთ მუშაობას. მაგრამ შემდეგ თქვენი ქცევა უცნაური ხდება. სოკომ, რომელიც ამ დროის განმავლობაში ჩუმად იზრდებოდა, უკვე დაამყარა კონტაქტი თქვენს ნერვულ სისტემასთან. თქვენ წყვეტთ მუშაობას, შორდებით კოლონიას და გაურკვეველი მიმართულებით იწყებთ სიარულს. თქვენი ტვინი უბრალოდ მგზავრია საკუთარ სხეულში, თითქოს ზუსტად იცით სად მიდიხართ, მაგრამ წარმოდგენა არ გაქვთ რატომ. თქვენი სხეული უკვე სოკოს სრული კონტროლის ქვეშ არის. ეცებს იდეალურ ადგილს, საკმარისად მაღალს და ნოტიოს, როცა მას იპოვით, ინსტინქტურად ადიხართ ფოთლის ღეროზე და მთელი ძალით ეჭიდებით მას ყბებით. ეს არის თქვენი ბოლო მოძრაობა. ამ მომენტიდან თქვენ უკვე აღარ არსებობთ. საქმეში თავად კორდიცეპსი შემოდის. ის თქვენი თავიდან ზდის სოკოს და შემდეგ თქვენივე სხეულის საფლავიდან ჰაერში ავრქვევს 100,000-ობით ახალ მომაკვდინებელ სპორას, რათა მრავალ კილომეტრზე გავრცელდეს და 10,000-ობით ჭიანჭველა დაიპყროს უწყვეტი გამრავლებისთვის. დიახ, ზუსტად ისე, როგორც ეს Last of Us-ის სერიალში ვნახეთ. არის სხვა ზომბი სოკოც, რომელიც მსგავსი ნადირობითაა დაკავებული. გაიცანით, Entomoptera muscae. როცა მისი სპორა ბუზის სხეულზე ხვდება, ის იწყებს ზრდას. რამოდენიმე დღეში სოკო მის ტვინს ეუფლება და უკანასკნელ ბრძანებას აძლევს. აფრინდი რაც შეიძლება მაღლა. ბუზი, ზომბირებული ადის მცენარის წვერზე. წებოვანი სითხით ეწებება მას. ფრთებს არაბუნებრივად შლის და ზუსტად მზის ჩასვლისას კვდება.
ამის შემდეგ სოკო მისი სხეულიდან ათასობით ახალ სპორას ისვრის, რომელსაც ქარი კილომეტრებზე ფანტავს. ბუზის სხეული იქცევა ბიოლოგიურ ქვემეხად, რომელიც სოკოსთვის იდეალურ პოზიციაში ფეთქდება. თქვენ გონიათ ესაა საშიში და რა სიტყვით სოკოზე, რომელიც ხვერპლს გეიდ აქცევს? არა, ეს არ არის უბრალოდ ხუმრობით გასროლილი ფრაზა. სოკო მასოსპორა მართლა უცვლის სექსუალურ ორიენტაციას მის ხვერპლ ციკადას. პირველ რიგში სოკო შეაღწევს მამრი ციკადის სხეულში და მის შიგნიდან ჭამას იწყებს, ოღონდ ისე რომ არ მოკლას. მთავარი სამიზნე აქ მისი უკანალია გენიტალიებით. როდესაც ამ ნაწილს შეჭამს და თავისი სპორებით ჩაანაცვლებს, სოკო უკვე ზომბირებული ციკადის მართვას იწყებს. ნარკოტიკული ნივთიერებების დახმარებით სოკო ციკადის ტვინში აღწევს და მას სექსუალურად აღგზნებს. თუმცა მარტო ამით არ კმაყოფილდება. იგი მთლიან ცვლის ციკადის ქცევას და აიძულებს მას მდედრი ციკადასავით მოიქცეს. თავისი ფემინური ხმებით და მოძრაობებით ზომბირებული ციკადა მოუხმობს ჩამრთელ მამრ ციკადას შეჯვარებისკენ. მამრი ციკადა მოტყუებული ზომბის ქცევით ფიქრობს, რომ შვენიერი მდედრი პარტნიორი იპოვა და მასთან სექსით გავდება, მაგრამ მის და სამწუხაროდ ციკადის გენიტალიების ნაცვლად იქ სოკოს სპორები ხვდება, რომლებიც მასში აღწევენ და უდანაშაულო ციკადის ზომბირებას ახდენენ. ხოლო ეს ციკლი მანამ გრძელდება, სანამ მთელი ციკადების კოლონიას არ დააზომბირებს სოკო. საცოდავი ციკადები. ისიც 10 წელიწადში ერთხელ ღვიძებენ ჰიბერნაციიდან და მანდაც სოკოა ჩასაფრებული, რომ ქართველობა წაართვას. მაგრამ ნუ შეეშინდებათ. ადამიანის სხეულზე ადაპტირება სოკოსთვის ურთულესი პროცესია. სხვა ბევრ მიზეზთან ერთად ერთ-ერთი რაც გვიცავს ჩვენი სხეულის ტემპერატურა, რომელიც ზედმეტად ხურვალე და მომაკვდინებელია სოკოსთვის. ამასთან ერთად კვლევები აჩვენებს, რომ სოკო ორ სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრებ ჭიანჭველასაც ვერ დაიპყრობს, არამედ თუ ადამიანს ჩვენ სხეულში არსებული ურიცხვი განსხვავებებიდან გამომდინარე. ასე რომ თუ მეცნიერებს დაუჯერებთ, უახლოეს მილიონ წელიწადში სოკო აპოკალიფს არ უნდა ველოდოთ. მაგრამ მოდით დროზე ადრეც ნუ მოვტუნდებით. კი მესმის, რომ სოკო აპოკალიფსის იდეა გიჟურ აჩხერს, მაგრამ გიჟური იდეებს ნუ გულვებელყოფთ. ბოლოს და ბოლოს მეცნიერებმა უკვე ისეთი სოკოც აღმოაჩინეს, რომელმაც ადამიანის სხეულზე ადაპტირება შეძლო. საქმე იმაშია, რომ ჩვენი პლანეტა თბება და ეს მხოლოდ აისბერგს კი არ ადნობს, არამედ აიძულებს ყველაფერს შეეგუოს ახალ ცხელ რეალობას. სოკოებსაც, რომლებსაც აქამდე ჩვენი 37 გრადუსიანი სიცხე ბუნებრივ ბარიერად ედოთ, უწევთ ევოლუცია გადარჩენისთვის და დღეს უკვე არის სოკოს სახელად კანდიდა აურის, რომელმაც შეძლო ადამიანის ტემპერატურაზე ადაპტირება და შეუძლია ჩვენ სხეულში გადარჩენა. მართალია იგი არ არის ზომბი სოკო და ვერც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ეგ ეს ნიშანია, რომ არც კორდიცეპსის აპოკალიფსი ისე შორს, როგორც გონია. სოკო საფრთხე თუ თეორიულია და ბუნდოვანია, მინდა გითხრათ, რომ არის არსება, რომელიც სოკოსგან განსხვავებით ადამიანის ზომბებად ქცევაზე უკვე აქტიურად მუშაობს და ჩვენთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. პარაზიტები, როგორც ყველა ცოცხალი არსება, გადარჩენისა და გამრავლებისკენ ისრაფვიან, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით ამას უცხო სხეულში შეღწევითა და მისი შიგნიდან განადგურებით აღწევს. სწორედ ამ მიზეზით უფრთხით მათ მთელი ფლორა და ფაუნა და როგორ გინდა არ უთხოვდე, როდესაც დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმის თითქმის ნახევარი პარაზიტია. საჭმელი იქნება ეს თუ სასმელი, ისინი ჩასაფრებულები არიან, რათა შეაღწიონ უმწეო ცხოველის ორგანიზმში, ის შიგნიდან შეჭამონ და ზოგჯერ პარაზიტის მიერ მართვად ზომბებად აქციონ. დიახ, არ მოგესმათ. არა მარტო სოკოები დასდევენ მწერებს სამართავად, ამით სხვადასხვა პარაზიტებიც ერთობიან. ჭია სახელად ლეუკოქლოროდუმ პარადოქსუმი, რომელიც ცნობილია ფრინველებისა და ლოკოკინების ზომბირებით. ყველაფერი იწყება მაშინ, როდესაც ფრინველი შეჭამს დაინფიცირებულ ლოკოკინას. მის ორგანიზმში პარაზიტი კვერცხებს დებს, რომლებიც შემდგომ ფრინველის განავალთან ერთად გარემოში ხვდება. როდესაც ლოკოკინა ამ განავალს საკვებად გამოიყენებს, ის პარაზიტის კვერცხებს ყლაპავს, რომლებიც მის სხეულში იჩეკება და ლარვებად იქცევა. შემდგომ პარაზიტის ლარვები ლოკოკინის საცეცებში იჭრებიან და ქმნიან კაშკაშა მოპულსირე სტრუქტურებს, სპოროცისტებს, რის გამოც ლოკოკინის საცეცები ფერად, რიტმულად მოძრავ მუხლუხოებს ემსგავსება, რაც ფრინველებისთვის მიმზიდველი სატყუ არაა. თუმცა პარაზიტი არა მარტო ვიზუალს, არამედ ლოკოკინის ქცევასაც რადიკალურად ცვლის და მას ზომბივით უგონოდ დაატარებს ღია, მზიან ადგილებში, აყავს ფოთლებისა და ტოტების წვერებზე, რის გამოც ლოკოკინა მაქსიმალურად შესამჩნევი ხდება დაცებელი ფრინველისთვის. როგორც კი ფრინველი ამ მუხლუხოს შეამჩნევს და შეჭამს, პარაზიტი ახალ მას მინძელში გადადის, რათა განაულის სახით გამოვიდეს შეჭამოს ლოკოკინამ და მოკლედ უსასრულო ციხში ჩაკეტოს უდანაშაულო არსებები. ნემატორფა იგივე თმის ჭია.
რომლის განვითარებას ორ ეტაპად მიმდინარეობს და ორ განსხვავებულ მასპინძელს მოითხოვს. მისი სასიცოცხლო ციკლი იწყება წყალში, სადაც ჭიის პატარა ცისტები წყლის მწერების ლარვებში სახლდება. ეს ლარვების შუალედური მასპინძლები არიან და ერთგვარი ტრანსპორტირების როლს ასრულებენ პარაზიტებისთვის. საბოლოო მასპინძელი, მაგალითად ჭრიჭინა ან სხვა ხმელეთის მწერი ინფიცირდება მაშინ, როდესაც ის ამ წყლის ლარვას შეჯამს. სწორედ ამის შემდეგ უკვე ხმელეთის მწერის სხეულში ცისტა იზრდება და გრძელ, წვრილ ჭიად გარდაიქმნება. ყველაზე საინტერესო პროცესი აქ ის არის, რომ ბიწვისებრ ჭიებს გამრავლებისთვის და კვერცხების დასადებად აუცილებლად წყალში დაბრუნება სჭირდებათ. ამისათვის კი უკვე დასრული ნემატორფა ეუფლება მატარებელი მწერის ტვინს, აზომბირებს მას და იწულებს წყალში გადახტომის გზით თავი მოიკლას. როგორც ხედავთ, არაერთი პარაზიტი აზომბირებს უმწეო მწერებს და შემდგომ სათავისოდ იყენებს. იმის წარმოდგენა, რომ ეს ყოველივე შეიძლება ადამიანს დაემართოს, იმდენად შემზარავია, რომ ამ იდეით შეშინებული ფანტასტები მუდმივად იგონებენ სხვადასხვა პარაზიტებს, რომლებიც ადამიანებს როგორც მოსიარულე მკვდრებს ისე მართავენ. სულელი ფანტასტები, რას არ მოიგონებენ ხოლმე. ცხადია ეს წმინდა წყლის ზღაპარია. თუ არა. დიახ, სამწუხაროდ უნდა შეგატყობინოთ, რომ პარაზიტებმა, სოკოებისგან განსხვავებით, უკვე ისწავლეს თუ როგორ უნდა მანიპულირებდნენ ადამიანებით, თანაც ამას შემაშფოთებელი ოსტატობით ახერხებენ. მაგალითად, ლენტისებრი ჭია, რომელიც ორგანიზმში როგორც წესი, ცუდად მომზადებული ხორის ხორცის მეშვეობით ხდება. ნაწლავებში მოხვედრის შემდეგ მის ლარვებს შეუძლიათ სისხლის მიმოქცევის გზით მიაღწიონ კუნთებს, თვალებს და ტვინს. ტვინში მოხვედრილი ცოცხალი ჭია იწვევს ისეთ ნევროლოგიურ სიმპტომებს, როგორც ამ ხედულობის დაბინდვა და სხეულის დაბუჟება. თუმცა მდგომარეობა ბევრად რთულდება თუ ჭია ტვინში ხვდება. ამ დროს მის გარშემო ვითარდება ანთებითი რეაქცია და წარმოიქმნება კისტა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი თავისტკივილი, ენცეფალიტი, კრუნჩხვები და ზოგჯერ მენტალური დაბნეულობა, კოორდინაციისა და წონასწორობის სრული დაკარგვით. შეიძლება ითქვას ადამიანის ზომბს ემსგავსება, რომელიც უგონოდ მოძრაობს, როგორც ხორციელი მარიონეტი. კარგი, ყოველივე ეს ძალიან საშიშია, მაგრამ მაინც უფრო თეორიული მსჯელობის ფარგლებში. ამიტომ მოდი დავუბრუნდეთ პარაზიტს, რომელიც უკვე დიდი საფრთხეა ადამიანებისთვის. ამ მიკროსკოპულმა არსებამ უკვე დაინფიცირა პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 40% და თითქმის ყველა თბილსისხლიანი ცხოველი. თუმცა ამაზე გაჩერებას არ აპირებს, ვინც ის იქნებოდეს მეს მაჩვენებელი 100%-ამდე ავიდეს. კარგი, მისი გავრცელების არეალი და მასშტაბი საოცრად დიდია, რაც აპოკალიფსის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია. მაგრამ რამდენად საშიშია ტოქსოპლაზმით ინფიცირება? მოდი ვნახოთ, როგორ აზომბირებს ის მასპინძელ სხეულს. მისი მოქმედების ყველაზე კლასიკური მაგალითია თაგვების ქცევის სრულება. ინფიცირებულ მღრღნელებს სრულიად უქრებათ კატის თანდაყოლილი შიში და მის წინაშე მშვიდად დასეირნობენ. ეს სტრატეგია ზდის შანსს, რომ კატამ თაგვი შეჭამოს, რადგან სწორედ კატაა პარაზიტის მთავარი სამიზნე, რომლის ორგანიზმშიც ის სქესობრივად მრავლდება, რათა მთელ მსოფლიოს მოედოს. ადამიანებში ტოქსოპლაზმა გონდი ხვდება კატის ფეკალიებთან კონტაქტით ან ცუდად დამუშავებული ხორცის მიღებით. უმეტეს შემთხვევაში ინფექცია ქრონიკულ, ლატენტურ ფორმას იღებს და პარაზიტი ტვინში ბუდეებს, ცისტებს ქმნის. განსაკუთრებით საშიშია ის ორსულებისთვის. თუ ინფექცია ორსულობის ადრეულ ეტაპზე მოხდა, არსებობს მუცლის მოშლის ან ნაყოფის მძიმე მანკების განვითარების რისკი. მესამე ტრიმესტრში ინფიცირების ალბათობა კი 60%-ამდე იზრდება, რაც ორსულობის პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილის აუცილებლობას განაპირობებს. რაც შეეხება ადამიანზე ზემოქმედებას, ლატენტური ინფექცია შეუძლია დაარღვევოს ტვინის ფუნქცია და შეცვალოს ჩვენი ქცევა. იზრდება იმპულსურობა, აგრესია და სარისკო ქმედებები. მცირდება ადამიანის IQ, ძაფრდება შფოთვა, დეპრესია და შიზოფრენიაც კი. ინფიცირებულ მძღოლებს რეაქციისთვის მეტი დრო სჭირდებათ და უფრო ხშირად არღვევენ მოძრაობის წესებს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების გაზრდილ რისკს ქმნის. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ პარაზიტის ფართო გავრცელებამ ნევრულ-ფსიქიატრიული პრობლემების პროვოცირებით შესაძლოა თვითმკვლელობის რიცხვის დაცგი გამოიწვიოს. ყველაზე შემაშფოთებელი კი ისაა, რომ მკურნალობის შემდეგაც, როცა პარაზიტი ორგანიზმში აღარ არის, მისი კვალი შესაძლოა სამუდამოდ დარჩეს. თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ინფექციის გადატანის შემდეგაც კი მათ კატიშიში აღარ უბრუნდებათ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ტვინში მომხდარი ცვლილებები შეუქცევადია. როგორც ხედავთ, საკმაოდ საშიში პარაზიტთან გვაქვს საქმე. თუმცა ყველაზე შემაშფოთებელი შეიძლება ის იყოს, რომ ტოქსოპლაზმა გონდი არც ისე კარგადაა გამოკვლეული და არაა გამორიცხული, რომ მისი პოტენციური გავლენა ადამიანის ქცევაზე იმაზე ბევრად ძლიერი იყოს, ვიდრე ახლა გქონია.
და აი, ჩვენი მოგზაურობაც დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენ ნახეთ გაცოფებული ადამიანები, მოცეკვავე ზომბები, გონების დამონებელი სოკოები და პარაზიტები, რომლებიც ჩვენ ისე გვაზომბირებენ, რომ თავადაც ვერ ხვდებით. ამ ყველაფრის შემდეგ ალბათ უკვე კარის ჩაკეტვას და კონსერვების მომარაგებას აპირებთ. მაგრამ მოდი ზედმეტად მივიღელვებთ. ბოლოს და ბოლოს კინოში ნაჩვენები ზომბი აპოკალიფსი, სადაც მკვდრების საფლავებიდან ამოდიან, არარეალურია. ცოფის ვირუსი ზედმეტად შესწავლილი და კონტროლირებადია. კორდიცეპს ჩვენი სხეულის ტემპერატურა აშინებს. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. პარაზიტები კი მართალია ჩვენს ტვინში ბინადრობენ და ქცევას გვიწვლიან, მაგრამ ზომბირებისგან მათი უნარები მაინც შორსაა. თანაც ზოგიერთი მეცნიერის აზრით ეს საუბრები ზომბირებაზე დიდი სისულელეა და სულ არ შეესაბამება რეალობას. ასე რომ შეგიძლიათ შვიდად დაიძინოთ. მაგრამ მოდი ნუ დავიწყეთ, რომ ბევრისთვის COVID პანდემიაც ასევე წარმოუდგენელი რამ იყო. საქმე იმაშია, რომ ბუნებას ერთი საშინელი თვისება აქვს. არასდროს ვიცით მისგან რას ველოდოთ. გლობალური დათბობა, რომელიც სოკოებს ჩვენს ტემპერატურასთან ადაპტირებას აიძულებს. ვირუსები, რომლებიც მუტაციას განიცდიან. ან სულაც რომელიმე პარაზიტი, რომელიც ჩვენი ერთ დღეს აღმოაჩენს, რომ ადამიანის მართვა ბევრად უფრო სახალისოა, ვიდრე ჭიანჭველასი. არაფერია გამორიცხული. სამყარო ზედმეტად უცნაური და არაპროგნოზირებადი ადგილია იმისთვის, რომ რამეში 100%-ით დარწმუნებულები ვიყოთ. ამიტომ ახლა კითხვას თქვენ გისვათ. რომელი სცენარი გეჩვენებათ ყველაზე რეალურად? რის განვდავალდოთ ნამდვილ ზომბი აპოკალიფს? გაცოფებული ხალხისგან, ზომბი სოკოსპორებისგან თუ ტვინის ჭამელი პარაზიტებისგან? დაწერეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ვფიქრობ აპოკალიფსის მთავარი მიზეზი ისევ ჩვენ, ადამიანები ვიქნებით. ამბიციური მეცნიერების საშიში ექსპერიმენტები, ქედმაღალი სახელმწიფოების მუდმივი რბოლა ახალი მასობრივი მკვლელობის მეთოდების გამოგონებაში, ამასთან ერთად პირველი ინფიცირებულის გამოჩენისთანავე დაწყებული პანიკა, ძარცვა, ერთმანეთის გაწირვა ბოლო ქილა კონსერვისთვის. ისტორიამ არაერთხელ დაგვანახა, რომ ყველაზე დიდი მონსტრები სწორედ შიშის დროს ჩნდებიან და მათ ადამიანის სახე აქვთ. ზომბები იქნებიან საბაბი, ჩვენ კი ჩვენი თავის ჯალათები გავხდებით. ხოლო სანამ დავასრულებთ, გეტყვით, რომ კვლევები ამ თემებზე, რასაც დღეს განვიხილავდით, ძალიან მწირია. ამიტომ ინფორმაციის ნაწილი მომავალი გამოკვლევებისას შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს. ასე რომ ნუ გვენდობით სიტყვაზე და გადაამოწმეთ ინფორმაცია წყაროებში, რომლებიც ვიდეოს აღწერაში მითითებული იქნება. იმედია ამ ვიდეოთი ბევრი საინტერესო რომ გაიგეთ და ცოტათი იხალისეთ. თუ მოგეწონათ ჩვენი პატარა ექსკურსია ზომბების სამყაროში, თქვენ უკვე იცით რაც უნდა გააკეთოთ. დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და აუცილებლად დააჭერეთ ზარის ხილაკს, რომ მომავალი არანაკლებ საინტერესო ვიდეოები არ გამოგრჩეთ. თან შემდეგი ვიდეო აუცილებლად გაგაოცებთ. ახლა კი დაგემშვიდობებით მეგობრებო.